გავრცელებული ინფორმაციით მელიას დღეს სუსის თანამშრომლების სახლიდან გაყვნენ და ის ლისის ტბის მიმდებარედ ძალის გამოყენებით თვალთვალის შედეგად დააკავეს. ნიკა, გისმენთ. სალამი ვიკა, უბრალოდ გამშვიდობისა. სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ჩვენი კოალიცია ამას არ ვეძახით, იმიტომ რომ არ არის ეს დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ. ეს არ არის კანონიერ ჩარჩოში მიმდინარე ქმედება, ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელიც შედგებოდა თვალთვალისგან, მიდევნებისგან, ჩასაფრებისგან და მერე გატაცებისგან. კლასიკური ოპერაცია, რომელსაც ადამიანის გამტაცებლები, ანუ ყველა ფაზა ამ ადამიანის გატაცების ოპერაციისა მათ გაიარეს. და ეს არის დანაშაული მათ შორის და კიდევ უფრო მეტად თუ ამას ჩადის სახელმწიფო. ეს ასე მოხდა, ეს არის პირველი ნაბიჯი თავის უფლებამოსილებაში, რაც გადადგა ახალმა მინისტრმა გელამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუ ორჯერ გელამ და ესე რაც დაიწყო კიდევ უფრო უარესად დამთავრდება, ოღონდ არა მელიასთვის, არამედ მისთვის. ნიკა გაიტაცეს, ეხლა 173 მუხლი თუ რაღაცა რო წერია, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეხლა მე გეტყვით ამბობს როგორ განვითარდა. ადამიანს მოუწყოს ჩასაფრება, დაახვედრეს ერთი პატრულის მანქანა, გააჩერეს უკანა მანქანა, იმიტომ რომ სიამოვნებაში ნიკას მანქანა უკანა მანქანა იყო, უბრალოდ ის წინა მანქანა შეიჭდა. მანამდე იყო ესე ვთქვათ, მისი ოჯახის მანქანაა ეს და დაბურვის გამო უნდა დაგაჯარიმოთ, რომ ჩაწიეს და ნახეს მანქანაში მელია არ იყო და მივიდნენ მეორე წინა მანქანასთან, რომელიც დაბურული არ არის და რისთვის მივიდნენ გაუგებარია, შეხედეს რომ მელია ზის და გადასცეს შემდეგი ტექსტი. ობიექტი ადგილზეა. ამის შემდეგ იწყება დაკავების კი არა და გატაცების ოპერაცია, მოდის ერთდროულად 10-ზე მეტი მანქანა, ოღონდ უკვე კრიმინალური პოლიციის ერთი სამარშრუტო ტაქსი და ფეხოსნები გამოდიან ტყიდან. ეხლა თქვენ მე მითხარით. იცოდნენ რომ მელია დახვდებოდა წინა მანქანაში შეაგინებდა და უცებ მობილიზებული 100-ზე მეტი პოლიციელი ყავდათ ადგილზე. ხო სისულელეზე ვლაპარაკობთ. ნიკა მელია არის გატაცებული და ამას თუ დაკავება ქვია წინსწრებად ადამიანის დაკავება. ეგეთი რამე არ მომხდარა, ისევე როგორც მელიას დროს მოხდა პირველად ოპოზიციური პარტიის ოფისის აღება, ასევე მელიას დროს ხდება პირველად ადამიანის წინსწრებად დაკავება. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის და თანათავმჯდომარის დაკავება, მეგობრებო. მე ხას იმას კი არ უშავ, რომ პოლიტიკოსია და ამიტომ უფრო საგანგაშოა. არა, უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ დაინახოს, როცა ასეთი რამ ხდება, ამას ყველა იგებს წუთებში. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ არაპოლიტიკოსების, იმ ადამიანების თავს რა ხდება, ვისაც საზოგადოებრივი ყურადღება ესეთი ფოკუსირებული არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად უფრო ღრმადეთლობა დიქტატურაში და დიქტატურა უნდა დაემხოს. მეტი გამოსავალი არ არსებობს. ადამიანებს იტაცებენ ქუჩებიდან, პოლიტიკოსებს მათ უსაფრთხებიან, დევნიან, უთვალთვალებენ, ამას არაფერი არ ქვია. ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი ადამიანები აყავთ და იჭერენ. ეხლა აქ არის ნიკა მელია და გვეუბნებიან რომ აქ არ არის. მაშინ როცა მოწმეებიდან ვინც დაინახა დანამდვილებით რომ იქ იმყოფება, სადაც ეხლა ხართ თქვენ შეკრებილებით იღმის იზოლატორთან. ჩვენ ვიცით დანამდვილებით, თორემ მოწმეები იყვნენ აქ ადამიანები დაგხვდნენ როცა მოვედით, ერთი გავიგეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ მოწმეები ვინც დაინახეს როგორ შეიყვანეს. ყოველთვის ისინი ასე ამბობენ და არავითარი საფუძველი არ მაქვს რომ არ ვენდო. განსხვავებით გელას პოლიციელებისგან. ამიტომ ეხლაც გრძელდება რეალურად ვისი უკანონო გადაცემის პროცესი, როცა ვერ ვიგებთ სად არის. უბრალოდ აქ არის და არ გვეუბნებიან რომ არის. მაინტერესებს აი ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანი პროცედურებით რო არიან დაკავებული მასთან სამართლებრივით, ხო, თუ ფსევდოსამართლებრივით და თან ადვოკატის გარეშე რო ყავთ უკვე 2 საათზე მეტი ხანია. ამას რა ქვია? ხო, აქაც ხო ეს პროცესია უწყვეტია რეალურად ეხლაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი. და ბოლო რაც მინდა ვთქვა და ბოდის გიხდით უნდა გავიდე მე გულწრფელად მაინტერესებს ეხლა ადგილობრივ თვითმმართველობაზე კვლავ შენარჩუნებულია კითხვის ნიშნები უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა. როცა ოპოზიციური პარტიის და ოპოზიციის ერთ-ერთ უმსხვილეს ლიდერს ქუჩიდან იტაცებენ, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ, როგორ ჩატარდება არჩევნები?
როგორ ჩატარდება თუ ამ ხელა პოლიტიკოსის მოტაცება ქუჩიდან შესაძლებელია ამომრჩეველი რანაირად მივა და გამოხატავს ნებას. მართლა რაღაცა გვეჩვენება ეტყობა ან ვიღაცამ ჩვენზე მეტი იცის. ნიკა ხოცების შესახებ კი ბატონო ნიკა აუცილებლად უნდა გკითხო რატომ შეიძლებოდა ამ ფორმით მიიღოთ გადაწყვეტილება ამ ფორმით დაეკავებინათ მელია რომელსაც ხვალ უეჭველად დააკავებდნენ და გარდაუვალი იყო მისი დაკავება რა შეიძლება იყოს мотивация ვერ გეტყვით ვიკა ვერ გეტყვით ვერ გამოვიცნობ ეხა ავადმყოფ ჭკუაში რა დაიბადა ივანიშვილის და რა აღასრულა გელამ მე ამას ვერ გამოვიცნობ ფაქტი არის ერთადერთი რამე ადამიანი არის გატაცებული და ამ წუთამდე გრძელდება ეს ამბავი ამ წუთზე სანამ ჩვენ არ ვიცით სად არის როგორ არის და ადვოკატი არ არის მასთან მანამდე ის გატაცების ოპერაცია არ არის დასრულებული ამიტომ ლაპარაკობ ამ წუთში პირველადი ამოცანა გვაქვს რომ ნიკა უნდა ვნახოთ ადვოკატი შევიდეს და დაელაპარაკოს ეს არის პირველადი ამოცანა ამ წუთში დანარჩენზე ვილაპარაკებთ მოგვიანებით მინდა კითხო სასამართლოზე ხვალ ალბათ ის წარსდგება ესეც შეიძლება იყოს იმიტომ რომ საუბარი იყო ამაზე ადვოკატი საუბრობდა შეიძლება არც წარადგინონ, იმიტომ რომ 48 საათის ვადაში შეუძლიათ რომ პატიმრობის ხვალიდელი პროცესი საერთოდ გადადონ, მაგალითად, რომ ისედაც პატიმრობაშია, შეიძლება წარადგინონ, ვერ გაიგებთ. უკანონობის პროგნოზირება რანაირად შეიძლება, ვერ გაიგებთ. ეხლა ამ წუთში რა და როგორ იქნება. შეუძლიათ საერთოდ არ იმსჯელონ აღკვეთის ღონისძიებაზე და ის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდონ. ეს ხო არ ვიცით ეხლა. რა ხდებაში, რა დაკავების საფუძველი არაფერი არ ვიცით. რეალურად ხო? ამბავი ის არის, რაც მე გითხარით, რასაც ადამიანები შეესწრენ ადგილზე. აი ეს არის ამბავი. დანარჩენი ყველაფერი ამ წუთში არის კითხაობა სამწუხაროდ. მადლობა ნიკა გვარამიას